დღეს Prime House-ში ნახავთ. ასაკში ხარ ჯიგარო და ცოტა უნდა აზზე მოხვიდე. სვირნაზე დადგებიან ესენი. არ გამოუცხადეს ქალური სოლიდარობა. გოგოებმა არ ჩათვალეს საჭირო. შეიძლება პირველი რო ვიყო ამ დრო ძალიან ცუდად ვთავს. მაგრამ არ მინდა ამასთან ერთად თამაში. ვის უნდა ოთახის შეცვლა? ჩემს ადგილზე შემრცხვებოდა პირდაპირ დისკვალიფიკაცია. დილით მე და მზე ერთად ამოვედით. მე უბრალოდ ვერ დავიძინე მთელი ღამე. დილით მინდოდა რომ ისევ დამეძინა და სიმხურვალე იყო და დამცხადო იმხელა რაღაცა ბამბის დაბადი მეფარია და ვიპოვე ამხელა პლედი და მე ხო ვარ ამხელა. და ეს ეხა რო გითხრათ რომ ვიმალები და ვერავინ ვერ მხედავს თქო ეგრე მეფარა ის. თავს ვატყუებდი. პიროვნებმა გაიღვიძეს აუთსაიდერებმა დილიდან შფოთავენ. რას ვიზავთ? როცა ისე მოიქცევი, რომ 10 კაცი აუთსაიდერებში დაგასახელებს. მე ვაფშე წავიდოდი პროექტიდან. გავიღვიძე მშვენიერი დილაგათენ და იქნა გამომდინარე რომ არის მზე, არ არის ქარი, არ არის წვიმა და ის מחარებს მე და ენერგიას მაძლევს როგორც ყოველთვის. ანი არის ამ შაბათის აუთსაიდერი, დამწყდება გული. ლამაზად ჩაიცვი შაბათს. რა? ჩოლები რა ჩავიცვო რა. პირიქი ლაბაზე ჩაიცვი. როგორც იყავი ლაბაზე, ეგრე ლაბაზე ჩაიცვი. ვთვლი რომ შემუშავებული გეგმა არის ასეთი, რომ საერთოდ ვაკუუმში მომაქციონ, მარტო დამტოვონ, იმიტომ რომ ანი არის ვისთანაც მეგობრობ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. სახში თუ გაგვიშვებენ კი თუ არა და ჩოლები დასწრება. და მოიდე შემო რომ მოგიტანოს რა მოხდება? რატომ მიწერე? არ მოვა. რატომ? არ მინდა. რატომ მიწერე და მოგიტანს უსწრებიოში? ჩემი ანი არავინ არ იყოს იქ არ მინდა. რატო გაქ იქ დამოკიდებულება ხა? არ მინდა რომ. რატო? რატო გეგონია რომ გავარდები? ბიჭო მგონია კი არა უჭველი გავარდები, მაგრამ არ მინდა რომ და ჩემი იყოს. ინერვიულებს ვიცი. უბრალოდ ანი არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი მოთამაშე და მწყდება გული რომ აუთსაიდერებშია და საშიშროება იმისა რომ შეიძლება პროექტი დატოვოს. დილაგათენ და გავიღვიძე არაჩვეულებრივად, იმიტომ რომ საერთოდ რა არის იცით, მე ვიღვიძებ კარგად ამ სახლში ყოველდღიურად. ის მანომესი და დილაუთებია ბებერის გაიყვანეს და მაგრამ ერთი ფაქტორი ის არის, რაც უკვე ამ დილით შევწუხდი, აი გიორგი ნაზღაიძის ხმა, აი დილით რომ გავიღვიძე და აკრას ეგრევე მაგისი ხმა გავიგე და აი უკვე აი ეს რაღაცნაირი ეს ბებრული რაღაცა ის საშინელი ხმა ჩამესმა ყურებში. ამ კვირის აუთსაიდერები არიან ვოლდემორტი, ანა და ტატო. უკვე მეორე თვარ აუთსაიდერი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო გუშინდელი გიორგისთან დაპირისპირების შემდეგ. მოსალოდნელი იყო აუთსაიდერებში რომ დავდგებოდი, მაგრამ აი ეს მოსალოდნელი ეს ერთიანობაში რომ რაღაცა ეს და ჩემ წინამდე უფრო მაგრად შეიკრებოდნენ, არა, მეგონა რომ მაინც დაასრულეს ეს თავისი კოალიციური თამაშები. არც ის არ იყო გასაკვირი ანა რო დაასახელეს, იმიტომ რომ 2 დღის განმავლობაში ვიძახი რომ ანას დაასახელებდნენ, უბრალოდ ის იყო რომ ანა სხვა ხმების რაოდენობით დაასახელეს. დამნაშავე ესე მე გამოვდიო, ჩემ გამომოხდა. დარწმუნებული ვარ, აი რომ მომინდეს, რომ მომმინდა. უეჭველი დავრჩები. აი უეჭველი დავრჩები. მე მოინდომე. კაი. მე ძალიან არ მინდა რომ წახვიდე. მე შეიძლება 100 ჯერ მოხდა აუთსაიდერებში. შენ უეჭველი მოხდები ასე. მე გიორგი ნაზღაიძეს ყოველთვის შევებრძოლები იმაში, რომ იმან დატოვოს პროექტი და მე აქ დავრჩე.
რავი, დაველოდოთ ისევ შაბათამდე ისევ მძიმე პერიოდი მელის და შაბათის თავისთავად მძიმე დღე იქნებოდა. ნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. ის პერიოდი აქვს გიორგის ახლა, რომ დაждდება, დაიწყებს ალბათ ტირილს ან რაღაცა იმას, ხალხმა რომ გადაარჩინოს მიშველეთ. რაღაცა. გიორგი, კარგი რა, მე მაგალითად ჩემს ადგილზე შემრცხვებოდა, ეგრე ვიჯდე 50 დისლაიკი მქონდეს დაფაზე, იმ ხალხისგან ვისთან ერთად ცხოვრობ და მე დავждე და ხალხს ვეხვეწო, რომ დამილაიქონ თუ დამიმესიჯონ თუ რაღაცა. სირცხე ეგეთი გამარჯვება, ეგეთი ხმებით ფინალში გასვლა, ეგეთი ხმებით თამაში დარჩენა არის სიბანძე უკვე ასაკში ხარ ჯიგარო და ცოტა უნდა აზზე მოხვიდე. ჩემ აუთსაიდერობასთან დაკავშირებით ჩემი მოოდინები არის ისეთი, რომ რა თქმა უნდა ისევ ეს რაღაც არსაიდან მოსული ხალხი გიორგი ნაზღაიძის ალბათ ისევ ხმას მისცემს და წამოხდება და ისევ ხალხის ხმებით გამარჯვებული დაждდება. იქ სადაც არ ეკუთვნის რომ იჯდეს არასდროს და არ ვიცი ხა ჩემს და ანის შორის ჟიური რას გადაწყვეტს, ალბათ ანის გადაწყვეტენ, იმიტომ რომ ტატო გამოიყვანეს რაღაც აგრესორი, არა მე მოვდიოდი ადამიანთან, რომელსაც ვთქვი მეგობრად, უნდა მეჩხუბა მასთან, მეკამათა და მეგობრებს შორის უძდელ სიტყვებსაც ეუბნებიან ერთმანეთს, ბილ სიტყვას არის რაღაც როგორც გინდათ ისე გაიგეთ უკვე აი ყელში ამოვიდა ეს რაღაც აგრესორის სტატუსი. აუთსაიდერებიდან არ ვიცი ეს იმედია ტატო დატოვებს პროექტს, იმიტომ რომ ტატო არის ერთი პროვოკატორი ჩვეულებრივი და იმედია დატოვებს ამ პროექტს. და იგივე საქციელით გამოვიდა ანას მიმართებაში, ვითომ მაშინ საჯდომზე ხელი რომ მოარტყა, ვითომ მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ გუშინ იგივე გაამეორა და უარესი უკვე სიტყვերի შეურაცხყოფებზე გადავიდა და რაც ფურთხვალა ანძღვა და ასე შემდეგ. შაბათთან დაკავშირებით ისევ იგივე მოლოდინი მაქვს, რომ სამართალი გაიმარჯვებს. თუ ამაში ხალხი გვერდით დაუდგება, მაშინ დაუდგეს ხალხი გვერდით ბოროტებას. ბოროტებას არ ექნება ამდენი კლანჭები და შევძლებთ რამენერად ამ ბოროტების დამარცხებას. ბოროტას ძრნია კეთილმანო. და. ვინ არის ბოროტი და კეთილი ეს ჯერ გასარკვევია. ჩვენი მომავალი ბოსი როიალი, რომელსაც უკვე შეიფერა, როგორც ბოს შეეფერება, რა თქმა უნდა, ზინავს 12 პირველ საათამდე. გუშინ ამირჩიეს როგორც შემდეგი კვირის ბოსი. დღეს გამოგვიძე ყველაზე გვიან და როგორც ბოსი შეეპერება, გამოვიძინე. როი, კაია ბოსობა. ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი. ბოსის მარჯვენა ხელი ხარ შენ. ხომ მიდევს მე გვერდი. შუაში დევს. ტროფეი. მეგობრულად ვიყავ. როგორც ბოსის მარჯვენა ხელი შევითავსებს სხვადასხვა ფუნქციებს. ერთ-ერთი იქნება, რომ ბატონი ბოსი და რა თქმა უნდა ბოსის მარჯვენა ხელი დილით ადრე არ გააყვიჯოს არავინ. კარსაც გადავკეტავ, რომ ბოსი არავინ ვერ შეეწეხოს იქეთა კვირიდან. ეს არის ბოსების ბოსი. როიალ. მე რატო არ ამარჩიე მარჯვენა ხელად? რახან მარჯვენა ხელი არ მაქვს? გასაგებია. აი მე რაღაცა ვიხუმრე მარჯვენა ხელზე ტატომ იმენა წაიღო ხუმრობა შორს. ხო, რამეც მაბულინგებენ რა მარჯვენა ხელის გარეშე რო ვარ. არც მარჯვენა ხელი არ მინდა, არც მარცხენა და არც ფეხები არ მჭირდება. მგონია რომ ხა დამხვდება კურძენი, მარწყვი, რაღაც გაკეთებული შემწარი კატამი. ჩემი ფეხი. ხათაბი შეწვით აქ ორივე ტაფაზე გადეთ, აჯიკა წავუსვით, მარილი დააყარეთ, შეაგრიალეთ, ცოტა ნიორით მოაყარეთ. რატო ტაფაზე შევწოვ? არა, რატო აქ კერძად შეიწვება? მე ვალაგებ ისევ, მე ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ არა უშავს, მე მივხედავ ამას. ნეტა მე რა გველოდება მართლა ბოსი რო იქნება. ალბათ დაგვიჭერს და გაგროზგავს ყველას. ოი, რა კარგი მზე არის და რა კარგი ამინდია. გუშინ აუთსაიდერი ვიყავი და მოდი ცოტა გულს გადავაყოლე. ჩემი ძელი არ არის. ჩემი ძელი სად არის? შუსტი არ გვაქვს მონელებული და დაიკარგა ძელი. სად არის ძელი? სად წავიდა? ქარმა წაიღო? გავდივარ გარეთ და მინდა რომ ჩემ ძელზე ვიცეკვა და ძელი არ დამხვდა. ჩემი ძელი მინდა, აი არა უშავს. მაგრამ უშავს, იმიტომ რომ ძელი არ დამხვდა
ძალიან მიყვარს ჩემი ლამაზი ძელი. მოდი, ეხლა ესე დავждები აქ მე და იმედენად მიყვარს ჩემი ძელი, რომ ყველანაირ მეთოდს მიმართავ, რომ ისევ გაჩნდეს. ძელო, ამოდი. ძელო, ამოდი. ამოვა ალბათ, მე მჯერა. ჩემმა ძელმა აქ მარტო თავის პატარა ბურთულები დამიტოვა. და ძალიან მიყვარს. ძელო, ძელო. მოდი ვნახოთ, ალბათ თუ ამოვა. ამოვა ძელი? ამოვა. ამოვა ძელი? მეორეთაც ამოვა. ამოვა ძელი? ამოვა. სად არის ჩემი ძელი? ანი უყურებს თავის ძელს, რომელიც გაქრა და რაღაც შამანურ რაღაცა ბაბაიაჭკურ რაღაცებს ატარებს, რომ უნდა რომ ეს ძელი თავიდან აღმოაცემოს. ანი მოიწყინე უბოძოთ. ამ ყოველებს ჩავყო ეხა და ჩემო ლამაზი ძელი ამოვა. ნუ ძელს როგორც ჩანს ჩვენთან არ მოეწონა. ზედმეტად იგრძნო თავი. ფეხი აიდგა და წავიდა. ანი. ძელს აღარ დავაყენებ რა? აღარ არის, კატამ წაიღო. ჩიტმა წაიღო, ქარმა წაიღო, არ ვიცი თუ წაიღო. ესე იგი ბოძი აღარ გვაქვს? აღარ გვაქვს. იმედი მაქვს რომ ძალიან მალე მოვენატრებით და უკან დაგვიბრუნდება. ის ორი დღე მართლა კარგი იყო. მე ვარ ჯიშობდი კაცო ყოველდღიურად მაგაზე აერობიკას და პილატეს მაგიდან. მე არ იმასთან. აბა ეს სხეული თქვენი აზრით საიდან მოვიდა? მოდი გავაკეთოთ მდუმარი აქცია, დავწვეთ ცეკვას. ყველანი. მოდი ყველა მთელი შევიღებოთ. აჰა, ანა, შენი ძელი მოვიდა. აჰა. მოდი. იუა, სიმაღლე. კი. დატრიალებს. მე რა რომ ანი ძელი დაკარგა, მე ვარ მისი მეგობარი, მისი დამცველი და თუ საჭიროა მისი ძელიც ვიქნები, ესეთი გრძელი ძელი ვიქნები. გიორგი ძალიან კარგია. არა, ჩემ ძელს ვერაფერი ვერ შეედრება. მაგრამ გიორგიც კაია. არა, ჩემი ძელი უფრო კაია. ორივე კაია. რავი, კაია მინდიერი და მზიარი და მაგრა ავერთობით ყველანი. გოგოები წაბოჭდნენ და საკლავი ხბოები ვით შეზლოგებზე. როგორ იზელსის ქალბატონი დააკვირდით. კამერა მალე შეპოთ. აუ რა კადრები გამაზეთ. ნამდვილად არ იყო გამოსატოვებელი მომენტი. სალომე ზურგზე ისვავდა იმას, კრემს. ზურგი ვიცი მე ასეთი. ეგეთ მომენტებში ყოველთვის ოპერატორი ხო ვერ შემოდის და მინდა რომ აი საიდანვე აღგზნებული დრონები შემოვარდნენ ხოლმე და დრონი რო მორდის. ეს მოძრაობა იცი? და კიდე ჩემი საყვარელი მოძრაობა, მოიცა? სალო. ათო ისე ვცდად არის? კი, ჯერ არ გავუღვიწია. წავალ, მაშინ ჩაის გავუკეთებ. ვაიმე. ათო ისე ვცდად არის და ვერ დგება საწოლიდან. გადავწყვიტე, რადგან თვითონ იზრუნა ჩემზე, როცა მე ცუდად ვიყავი, ანალოგიური გამეკეთებინა მეც მისთვის. მე რო ცუდად ვიყავი, ათოს უგვერდით მედგა ის რო ვთქვათ, ხან ჩაია მოქონდა, ხან საჭმელი მოქონდა. მივილი და ერთი სიტყვით ძალიან კარგად და მინდა რომ იგივე გავუკეთო ახლა მეც. აკუსკუს და ჩაი გაუმზადა და ავთოს მიართვა საწოლში. ავთო, როგორ ხარ? ცუდად არისო გავიგე და ხალხიც ჩაი მოგიტანე. მადლობა. რამე ხوار გინდა კიდე? არაფერი, მადლობა. თერმომეტრს მოგიტანა გაიზონები და აი. აი, შემოგიტანა ხო? ნახეთ როგორი არის ცხოვრება. ჯერ ავთო უვლიდა თეონას, მერე თეონა უვლის ავთოს. ეს არის კარმა. რამდენი გაქვს თქვი? 23. მაღალი არ არის, მაგრამ მაგიტო ხარ სუსტად. ციცხის დამწელს გაგიკეთებ ახლა ჩაის და ამას ამოგიტან და ეს ტალე.
წაიკითხე სტატო. ვიცი. შენზე წერია ბათ. ისე გამოგადგება შენც წაიკითხე. აი, რატო ვკითხულობ ამ წიგნს? გათხოვებ მალე ვამთავრებ. თუ გევასები კითხო. აუ შეიკრივეთ და რა ვითამაშე და მოვალ მეც მალე რა. მოკლედ, როგორც იქნა სხვებისთვის და ჩემთვის საჭირო დროს დავამთავრე ეს წიგნი. სახელად როგორ აზროვნებს ადამიანი. ეს წიგნი იმიტომ გამომადგება ამ პროექტში, რომ სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა აზროვნებებია. წერია, რომ ვიღაცას რაღაცაზე არ უნდა დასცინო და რატომ მაგის მიზეზია და ესე ნაზღაიზეს ვაჩუქებდი ამ წიგნს ამონავით. ესე იგი, პირველ რიგში შეგერგოს კიო, ეხლა საჩუქარი უნდა გაიგეთო. ესე იგი ამ წიგნს იმიტომ გჩუქნი, რომ მივხვდე, რომ ადვილი წასაკითხი არ არის და შენც წაიკითხო მინდა და ყოველი ფრაზა გაითვალისწინო. მე მოგაწვდი ჩემ წიგნს, რომელსაც დავამთავრე და მივხვდები, რომ მართლა რა არ არის მარტივი წასაკითხი. მადლობა, ამას წავიკითხა აუცილებლად. ჩემია ნამდვილად. წავიკითხავ. როგორც იქნა ჩემო მეგობრებო, ლაშამ დაასრულა წიგნის კითხვა. და მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც ჭამდი და მოვიდა და პირადად გადმომცა საჩუქრად. ეხლა მე წავიკითხავ ამ წიგნს აუცილებლად და შემდგომ ლაშასთან ერთად გავივლი იმ აზრების გაცვლას, როგორც არის კითხველისთვის, როდესაც ერთ და იგივე წიგნს კითხულობ და შემდგომ აზრებს უცვლებ. ნახოთ ლაშამ რა გამოიტანა ამ წიგნიდან დასკვნა. დიდი მადლობა ლაშა ესეთი საჩუქრისათვის. დააყვარელი. ეს მე ხო წნელია ეხლა რა. როცა ბევრია რა შაბათამდე დამოკიდებული რა, იმიტომ შაბათამდე ბევრი რაღაც ისეთი რო ქნა. რაღაცა გადაწონოს ან რაღაცა. მაქსიმალურად ჩემს ვიზავრო ტატოს ვაპოვნინო თავისი თავი, დავეხმარო და ეს ყველაფერი მოვაგვარებინო. ვიცი რომ შენს მაგრად გაგიტყდება ეხლა შაბათს რაღაცა ისეთი მოხდეს. გიორგი დარჩენილი რა თუ უნდა 200. და რა ვიძმო ხალხი მაშინ ხმას აძლევს იმას ძალადობას. ჩემზე მეტი ძალადობა არ იყო ეს დამოტყმული მაგიდის თავს ჩატნა ხალხზე. ტატო აუცილებლობას იმსახურებდა. და ზოგადად რეალისტი ადამიანი ვარ და რეალურად ვუყურებ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ყველა ამ სამიდან ყველაზე სუსტ კონკურსანტად ტატო ვარ. ჩვენ არ ეთანხმები მაგას? გას. ხალხი თუ ხმას აძლევს ამ ფაქტის მერე, მაშინ ხალხს ჩემი აგრესიაც არ უნდა გაკვირვებოდა. ბიჭო, შენ რა განსხვავება იცი? ბიჭო, ან მესმის რა ეხა. ესე გოგოზთან დამიმართებაში ხო? X ამის გოგოის ხო, X ადამიანთან შეეხება. ბიჭო, მაგას მე მესმის ეხა მე რო ამიხსნა მე გეტყვი რა როგორც არის, მაგრამ აქ მასშტაბებს უნდა დაულავგო ყველაფერი რა. მე მქონდა რაღაცა გეგმის მაგვარი რა, მაგრამ გუშინი მენა ჩამიჯვი გეგმაში. ვაფშე არ მქონდა შენი აუცილებლობა გათვლილი. ნიუანსით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, ჩემი რაღაცა სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა. ეხლა მე ჩემ გეგმაზე არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ამას ნახავს მონაწილეები, ამას ნახავს ხალხი და ნუ კიდე შეიძლება ჩავარდეს. შემოვარდი ისე, შემოვედი ხოდით. შემოვარდი წვეჩი რა. შემოვარდი. გამარჯვების მერე ეგ დაიწყე რა. ანუ გიორგისთან დალაგებული იყო ორივე მხრიდან სიტუაცია, როგორც კი ტატო დაბრუნდა, ამ შემთხვევაში რაღაც განხეთქილება მოხდა. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს არის გოგოების ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება. მაგიტო ვიძახი რომ მეწყინა გოგოებისგან ის რომ ანის მაქსიმალურად არ გამოუცხადეს ქალური სოლიდარობა. მაგრამ მე ვაპირებ სხვადასხვა ანის დაველაპარაკო და მოუხსნა და თუ ტატომ არ მოუხადა ბოდიში, მე მოუხადო. სავარაუდოდ გოგოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაიმე ანის დაცვის მიზნით ეთქვათ. საოთხ წუთში დახვდით ფსიქოლოგს ისარებ ოთახში. მოგესალმებით. მე ვარ ანა პირველი ფსიქოთერაპევტი.
ვეწვიე Prime House-ის მონაწილეებს, რომ შევხვდეთ ვისაუბროთ მათთვის სასურველ თემებზე. გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. მართლა რთული არის. მთელი 24 საათი ხართ აქ, ხართ კამერების წინ, ყოველი თქვენი მოძრაობა არის გაკონტროლებული. ცოტა არ იყოს და სტრესული არის. მესმის თქვენი მდგომარეობა, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ისე რომ ესეთ პირადი სივრცე აღარ არის დარჩენილი და ყოველი მოძრაობა არის, ასე ვთქვათ, სხვისი თვალით დანახული. პლუს გარემო, რომელიც ზოგი ისე აღიქვავს, ზოგი ესე აღიქვავს, დარწმუნებული ვარ, იქნება ადამიანები ისეთი, რომლებიც გიგზავნიან ძალიან ბევრ ნეგატივს და ამის გადახარშვა, ამის მიღება და მერე ის ხშირად შეიძლება ამან გამოიწვიოს შეგრძნება, რომ ანუ მე შეიძლება არ ვარ საკმარისად კარგი. მოკლედ, აი მზად ვარ, დღეს ახლა ვიცი, რომ გუშინ 4 შევხვდით და დღესაც, რა ვიცი, ესე დავიწყოთ შეხვედრა. შეიძლება პირველი რო ვიყო, რომ ძალიან ცუდად მოვთავში. წავიდეთ, კი ბატონო. ფსიქოლოგის ენერგეტიკა ძალიან მომეწონა, რომ შემოვიდა და ვესაუბრე, რაც მაწუხებდა და ძალიან ისე გაიგო, რა თქმა უნდა. და ძალიან კარგად ვცნობ თავს. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ადამიანთან საუბარი რა. ძალიან კარგი იყო ფსიქოლოგთან გასაუბრება. მართლა დამომშვიდა, მომეწონა და მე მგონი რომ ყველაფერი ამათ ღირდა. ძალიან ბევრი რაღაცას ჩემთვის დავიტოვებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან დავმშვიდდი და ბევრი რაღაცები ჩემთვის გავიგე და ვისწავლე და ძალიან დიდი მადლობა. აი, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლედ ძალიან კარგი იყო, რაც დამიგროვდა ხნის მანძილზე, ამ პროექტში ყოფნის მანძილზე ყველაფერი ერთიანად მომიღე. კარგი რჩევებიც მივიღე სხვათა შორის, ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი და თუ ხშირად მოვა, უფრო კარგი იქნება მე მგონი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ერთი სეანსი არ იყო ჩემთვის საკმარისი. დავასრულეთ ჩვენი შეხვედრები, შევხვდი 4 მონაწილეს, ტატოს, ანის, თეოს და სალომეს. ვფიქრობ, რომ საინტერესოდ ჩაიარა. ნახავ, დაველოდები მათ კომენტარებსაც და რა ვიცი, თუ დაეხმარებაზე, თუ რამე სხვანაირად სხვა კუთხით შეხედავენ, ძალიან კარგი იქნება, ეს არის ჩვენი მიზანი. მადლობა ყველაფრისთვის. კარგად. მეგობრებო, მოკლედ, დღეს შემოგთავაზებთ ესეთ სახალისო თამაშს. გამხიარულდეთ, როგორც ამ კვირის პოსტმა მოვიფიქრე ესეთი თამაში. აქ არის ციფრები, ვისაც ერთნაირი ციფრი მოუვა, ანუ უნდა ამოვიღოთ, ისინი იქნებიან წყვილში. პირველი, ვისაც მოუწევს, ის გამოდის და აი ერთი ახატავს ზურგზე, აი ამ თაბახის ფურცელზე რაღაცა გამოსახულებას და მეორე ზუსტად იმავე გამოსახულებას გადახატავს აი ამ დაფაზე. და ვინც გაიმარჯვებს ამ ჩელენჯში, ძალიან კარგი პრიზი ელოდება. ამიტომ ცოტა мотиваცია მედია გეკითხა. მოდი დავიწყოთ ახლა. ბაში. ვის მოუწია პირველი? მე და ქეთი ვართ ერთად. ატო და როი არ? მე და მე, მაგრამ არ მინდა ამასთან ერთად თამაში. აი, 5 გაგიცი თუ გინდა. კარგით, მაშინ დავიწყებ.
მსგავსია. ბავშვო, დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი ნამუშევრებია და გამარჯვებული გამოვლინდება Facebook-ის დახმარებით. ანი! ბატონო! გამოდი! ხო. ბოძი მოიტანეს გილოცავ რა. მაგარია და ან ბავშვებო! გოგო, ეხლა ჩამოვალ და ერთი ილეთი ცალხელიანს ასწავლე. ანის დაუბრუნეს ბოძი, არის უბედნიერესი, ტრიალებს. მეშინიერი ცოტა კარტახდეს. ანუ აქ აი ამაში უნდა გედოს, ოღონდ ახლოს უნდა გედოს რა. ამაში. როგორც კი გამოწევ, შეიძლება გადაგაგდოს. იასნე. ანუ თუ გინდა ესე მოკიდე და თუ გინდა ესე მოკიდე. გუშინ რო ტატო უთხრა ანის ხმა არ გამცე და გამარჯობა აღარ მითხრაო. დღესაც ხედავთ რომ ერთად არიან სტრიფტის ასწავლის ანი ტატოს ერთხევას. ვერტო. იტუფლებისაც აიღეთ, უფლები ჯაგესო. არა ბიჭო, არა. ისე იგი რას არ გააკეთებს ადამიანი რომ გადარჩეს შაბათ ლაივზე, ეს ითქმის სტატოზე და ამ ფეხით იღებ რას გონს და ესე რომ დავიწყო? კი, შეიძლება, უბრალოდ ვეღარ მოიწევი მე ახლოს. მოიცდა. აი ეგრე. ჩემი ანისადმი ურთიერთობა არის ძალიან მეგობრული და ძალიან გულწრფელი და ანი ამას ყოველდღიურობაში უფრო და უფრო დაინახავ. ანი ესე იგი ჩემო ანი შენი მძიმე დღიდან გამომდინარე გუში რაც შენ გადაიტანე გადავწყვიტე რომ ეს თაიგული მოგარცო და ასე თუ ისე შვიდაც ლაღი და ბედნიერი დღეები ქონდა იმედია გაგიხარდება ძალიან მაგარი შემოთრიო მადლობა არაფერს გიორგის ისეთი ლამაზი ყვავილები ეჭირა ხელში რომ ესე მეგონა ვარდების დედოფალი მე ვიყავი. ისეთი სურნელი ქონა. ჩუკიზა. პატარა კოკორების არის და დიდი კოკორების არის და ჩემია სულ ყველა შენია. სულ ყველა ჩემია. აი ეგეთი ვიდეო და დამენახე ხა როგორც მოგეცი ვარდები ეგეთი ვიდეო და დამენახე. გიორგიმ ასეთი მეგობრული ჟესტის გაკეთება გადაწყვიტა ანისთვის, რომ გაეხარებინა თუნდაც ყვავილების ბუკეტით. გაგიმებული, ბედნიერი და ისეთი ანი უნდა იყო როგორც იყავი, არა ისეთი როგორც გუშინდელი დღიდან ცოტათი მოწყენილი. აი ხა ვარ ძალიან მოგწევ რა. ძალიან მომწონს. შენ ოთახში აიტანე ხო? ესეთი ლამაზი ვარდები მაქვს მე. ეს არის პრაიმ ჰაუსში პერსონალური ულამაზესი ვარდები ულამაზესი გოგოსთვის. მიხარია რომ ერთი ადამიანი მაინც ამ სახში შევძელი და გავხადე ბედნიერი. ერთი ადამიანი მაინც. იმედია სხვებსაც გავხდი ბედნიერს. გამოგივიდა. ჩემი ცოტა მინდა. ჩემს კი მოვითხოვ მართლა. რა? მე ფხადება და რა როგორ არ მოვზილო. არ მოიფხანო, ხელი არ მოიფხანო. მგონი კი მიჯობს ნახოს, არა? ეხლა გაგიწყო, ხო? როგორ ხარ? მოგესალმები. გამარჯობა. კარგად მოწყობილ. მე ვარ რეზა ომიაძე, გადაცემა ექიმების თანაწამყვანი, ოფთალმოლოგი და მოვედი თქვენ შესამოწმებლად. მადლობა რომ მოხვედით. მე ცოტა შემეშინდა უკვე. რა ჩივილები გაწუხებს? მეფხანებასავით და გეკავება თვალი, მარცხენა? ორივე და მარცხენა უფრო.
როდის დაგეწყო? აგრე შემოვდიოდი, აი მაგ დროს დაიწყო ალერგია. თვალის სიწითლე ხო არ გაქვს, გაწითლებული ხო არ გაქვს. მაგრამ ეხლა ვიზუალად არ გეტყობა ჩაქრა. ვიღვიძებ და იმ სისხლი მგონია თვალში. ამ თქვენი სახლის პირობებში შევეცდები, რომ ზუსტი დიაგნოზი დაგისვა, ხო? წამოდი, მოდი ეხლა მაქსიმალურად კარგ განათებასთან მინდა რომ გაგსინჯო. მოდი. დაჯექი. ავად ხომ არ ყოფილხარ ბოლო პერიოდი სიცხე, ცემი. სიცხე არც ერთხელ. არა. სუიზო მოდი და არა. ეხლა მე ლოკალურად შევხედავ და გეტყვი ყველაფერს. ქვემოთ დაიხედე, აი ეს. ზემოთ აიხედე. განსაკუთრებით მარჯვენა. ხედველობაზე რამე პრობლემები ხომ არ გაქვს, ხომ არ დაგიქვეით და სულად რაღაც ბლარივით არის. შიგდეში. ანუ ერთი შეხედვით და შენი ანამნეზიდან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობით ეს არის ალერგიული კონიუნქტივიტი. ანუ ამაზე მე დაგინიშნავ შენ თვალის წვეთებს, რომელიც დაგიწერ ყველაფერს როგორ უნდა ჩაიწვეთო და ეს სიმპტომები რამოდენიმე დღეში აგილაგდება. მართლა? კი ბატონო. ვინმეს ოფთალმოლოგთან კონსულტაცია არა არის. ოფთალმოლოგი თვალის მე მინდა რაღაც. ანუ ხამე ძილის დროს მიკეთია თვალებზე ეს იმიტომ რომ შუქი მაწუხებს და დღეს უყავი რაღაც გიკეთია ავთო შენ გიკეთე რეზინა ანუ ეგ სხვა რაღაცაა რამდენიმე საათი ანუ ყველაფერს ბუნდოვნად ხედავ რას ვიზავ გიჭერთ დილით რო იღვიძებ დილს ანუ მე თვალის დამცავი რა უწევია წარმოიდგინე თვიანი რეზინა რო იყო ხამე დილის დრო რეზინა არა ბილია ის არა ის უნდა გეკეთოს აქრო რაღაცაა და მაგრამ ბუნდოვნად ხედავ ხოლმე ძალიან დიდი ხანი დაახლოებით აი 3 საათი აი ყველაფერი ჩას ბუნდოვნად რო იღვიძებ მაშინ ანუ დღეს რო ანუ დღეს სისხლი მქონდა ვიწექი და რო გავიღვიძე დაახლოებით 1-2 საათი ვიყურებოდი ბუნდოვნად რა და დაგინიშნავ თვალის დამატენიანებელს და აკვირდი შეგიძლია რამოდენიმე დღე ცადო აი იმ რაღაცა რეზინა თუ რაც არის ის გიკეთე რომ მოიხსნა სათვალე შეგიძენია ხო კი მაგრამ მაინც ძალიან მიგამი მანახე შენ გაქვს ეს არა ვქო მინუსი გაქვს ძალიან დიდი ჩემი სამლები ეს არის მანახე ამას რამდენი ხანია რაც იწვეთებ 2-3 დღე. 2-3 დღე. კარგი, მე ხა შენ დანიშნულებას დაგიწერ. დაახლოებით 1-5 დღეში დამეკავშირდი მითხარი შენ ზოგადი მდგომარეობის შესახებ. დროი აუცილებლად უნდა წავიყვანოთ საავადმყოფოშიც, მე მიყვები. და ყველანი უნდა გავყვეთ. ფოკუსირებას ვერ ვახდენ კადრიდან კადრზე 1-3 წამი მჭირდება რა. აი თქვენ ხო რო გიყურებთ და უკან რო ვიხედები 3 წამში მისწორდება ფოკუსი. ერთი და იგივე სიმპტომები გაქვთ ყველას, დაღლილობა, სიმშრალე, ამიტომ დამატენიანებელი მოიხმარეთ და სხვა თქვენ არაფერი არ გაწუხებთ, არაფერი არა. კარგად ჯანდებოდეთ, ნახვამდის. აჰა, აბამათ, გინდა ოფთალმოლოგი მოუყვანე, გინდა ის მოუყვანე, რა ქვია და ვინც გინდა ის მოუყვანე, ამათ უნდა მოვუყვანოთ ის რა ქვია მაგის ექიმს მომნელებელი სისტემის ენდოკრინოლოგი კმაყოფილი ხართ რეზო ექიმით რევაზ ექიმით კმაყოფილი ვარ მაგრამ უფრო კმაყოფილი ვარ პატრიკით რომ მიგახვედრე რაში იყო საქმე ისეთი გეღოწები ჩამოიტანე ის რეზინი ანუ ისეთი რეზინი უკეთია თვალებზე რომ სხვირზე შრაბი დაადო და მე კითხულობ რა დამდგებათ ანუ პროსტა შუქში ვერ ვიძინებ და რა საშუალებაც ჰქონდა ის მეკეთას ხომ არა ამას ვიკეთებ ხოლმე შუბლზე რა ძილის წინა დილას მე რომ ზერო არის ხოლმე ანუ რომანათებს თვალებში მე ესე ჩამომოქ რა და არ შეიძლება ეს არ არის თვალის ამბავი რა ის თვალზე რაც კეთდება საერთოდ ვერ უნდა იგრძნო რომ გეკეთე ძალიან მაგარი ექიმია ხო მე ჩემი დაქალისგან ვიცი მეც ჩემ დაქალს გავყევი ერთხელ და აი ეს თუ ვიყურებდი ვაფშე არ მესმოდა რას გაზრობდა მეთქე ხო კი მინდა ყველაფერი გამიგეთეს თანახმავა ფოკუსირებას ვერ ვახდენ რამდენი წელი იცი და რაღაც უჭობელი უნდა მეკითხა ამ ტიპის ფოკუსირებას ვერ ვახდენ საღამოშიდობის თუ შეიძლება შეიკრიბოთ ისაღებო ოთახში ან სამზარეულო ოთახში აუ რაღაც მოხდა თუ რატო ეკრებებით როგორც ხვდები
მოგავალანი ხართ. როიალ მინდა მოგილოცო შემდეგი კვირის ბოსის ფუნქცია შედავდოთ. მადლობა. იცი შენი უფლებების შენი უპირატესობა და იცი შენი ვალდებულებების. ჩვენ გვაქვს შენი სამართლიანობის შეგრძნების იმედი. Keep. Yep. Okay. ამ წუთას ეთერში მიდის გადაცემა, რომელშიც არის გუშინდელი მოვლენები. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ გარკვეული წესები და პირველ რიგში ძალადობა არის სასტიკად აკრძალული. ასევე კატეგორიულად აკრძალულია ოჯახის წევრების მოხსენიება ნეგატიურ ფორმატში. ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთთან შემდგომში იწვევს ფიზიკური ძალადობის პროვოცირებას. ერთმანეთის შეურაცხყოფა პირდაპირ და უსიტყვოდ განიხილება დისკვალიფიკაციად. გაითვალისწინეთ. ახლა თქვენ მოგაწვდით ტელეფონებს 1 საათით. ასევე დღეს თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა თუ გეკნებათ სურვილი, რომ ავიდან აირჩიოთ თქვენი ოთახის მეზობლები და გაცვალოთ ოთახები. იზა, როგორც ბოს მე ვთხოვ, ორგანიზება გაუკეთო ამ მოვლენას, მოდი ასე დავარქვათ. დიდი მადლობა, წარმატებები. დაახლოებით ამ ხანს შემოეტელეფონ. აბა ვინ გამიცდის ოთახს? ბავშვებო, ეხლა მართლა კითხვა მაქვს, გულრცფელად თუ გინდათ ვინმეს გაცვლა, არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ სხვას არ ეწყინოს, ანუ მართლა თუ გინდათ, კიდე არიცით ამდენი თუ უნდა იყოთ იმოცა. მე მინდა ჩვენთან გადმოდი ოთახში საწოლი წამოიღე და. არა, მადლობა. ყველაზე მაგარ ფონში ეგიო ბავშვი მარტო არის. მე არა, მე ძალიან კარგად ვარ ჩემთვის. ტელეფონი აღარ. დე ყელი მткиოდა და იმიტომ ყელი მткиვა და იმიტომ აქ ისეთი ხმა. აი გადავიდეთ წყეულ Facebook-ზე და ვნახოთ რა ჩანდება ხდება აბა. ხო და ეგ არის შაბათს იქნება ლაივი. ტატო აუტსაიდერია. ანა, ანი და გიო, მაზანა, ანა, გიოანა. გულებს სპამავთ ეხლა კომენტარებში გულებს ბევრს და სტრიმით დაულაიქოთ ჩვენს Prime House. ვერ მოიგებ შენ რომ გონია ტიპობა შენი ლაპარაკი და ქცევა სინამდვილეში არის სოფლის ბოლო ორ ღობე, ოღონდ ორ ღობე უწერია ტირეთი. ვარხა ფსიქოლოგიურად მზად იმისთვის რომ შეხვიდე რეალიტი შოუში არ უნდა შემთხვევაში. ფსიქოლოგიურად მზად კი არა გოგო, ამათ აღარც მამაო არ უშველეთ, აღარც ნაკურთხი წყალი არ უშველეთ და არაფერი ამათ გათავი და გადანაცვლა არ უშველეთ. ყველაფერი კარგად დაინახა და ყველამ თავისი თავი დააყენოს ჩემს ადგილას, ვინ როგორ მოიქცეოდა რა და სვირნაზე დადგებიან ესენი. ყველამ თავის აქციაზე უნდა აგოს ცხოვრებაში პასუხი. რასაც აკეთებენ, იმის უნდა პასუხი აგონ. Your shot, no shot, Teddy broke shot. Well on, rhythm just bust, so they must put me on. Somebody get the streets so equal. Murder the beat in a Z. Them a call Babylon. Hide up the rhythm when everybody done. Left bear victim, enough of them a run. Draw for the cycle, draw for the sun. We own the title, straight fire bun. Enough of them can't. აი ცოტა ხანი ვიცეკო რა. Yeah, hey. Yeah, black don't crack, matter of fact, where the fuck up 40 acres? Every black on black on black on black on black, 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 black on black, 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 so black. ინაიცის რა ძნელია, მარტობა სულისაო, მოდი ჩემთანა. გამოგართმევენ ტელეფონებს, თუმცა თეონას და თეოს ტელეფონები მხოლოდ რეპეტიციისთვის იქნება დატოვებული. ასევე
ლიზას ვთხოვთ გვეთხრას ინფორმაცია იმის შესახებ, სულით თუ არა ოთახებს. დამჟარია. ყველანი შეიკრიბეთ სამზარეულო ოთახში. აი, წავედი. ვაგულავე ცოტა. მეგობრებო, აბა ვინ რა გადაწყვიტა, ვის უნდა ოთახის შეცვლა, ვინმე სხვა არ გნებავ? მე არ მინდა იქიდან გამომდინარე, ჩემ ოთახში არის სუფთა ჰაერი, არის ჟანგბადი, ვარ თავისუფალი, მაგ ორი გარდერობი, თავისუფალი ორი საწოლი და რავი, ძალიან ბედნიერი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. აქედან გამომდინარე. მე ძალიან შევაშვი ჩემს ლამაზ კუთვნილ ლოგინს და ამიტომ არ მინდა შეცვლა ოთახის. მე იმიტომ არ მინდა რომ ჩემთან უკვე ფანჯარაც იღება, მეგობრებო, ფანჯარა მაქვს, ლაშა მყავს ოთახში, ორი საწოლი მაქვს, ორი გარდერობი მაქვს და ყველაფერი იდეალურადაა ჩემთვის და მაგიტომ არ. მე გეტყვით რომ დავიდანვე უკვე ყველაფერი იყო კარგი, უსუფთავესი მეზობელი, უკარგესი ალაგებს და ჩემსაც, მე ვალაგებ მაგისას, არის ყველაფერი უკარგესად და რატომ უნდა შევცვალო? შვენივრად მძინავს, მივეჩვე კიდევაც ოთახსაც, ლოგინსაც, ყველაფერსაც და ავტოსთან ერთადაც ძალიან კარგი, რა ქვია, რუმეითერები მყავს ასე რომ მე კმაყოფილი ვარ, ჩემი სიყვარული და ოთახით. მე ძალიან, ამიტომ არსად გადასვლას არ ვაპირებ. მე და ლიზა შეტყუპებულებს გძინავს. არავის არ უნდა, ანუ ადგილის შეცვლა, ოთახის საწოლის არაფერი. არავის არ უნდა ოთახის შეცვლა საერთოდ. თეო, მოდი ჩვენ ახლა გავიყოთ და დავიწყოთ რეპეტიცია უკვე ხო, გავაკეთოთ ხო? იმიტომ რომ ძალიან ცუდად რო გქი. კი. ყველამდე უნდა გავაკეთოთ. ხო. წავედი სასტავ. შეიძლება ვიცოდეთ რა ქორეოგრაფია უნდა ვიცეკოთ კადრში, მაგრამ ზუსტად კადრია, აბა ზედრზე ეს იმპროვიზაციას ხო არ გავაკეთებთ კადრები? არა. ანუ ბოძზე უკან უნდა გადმოიკვიდოს და ხო აი ეგ ამბავი და მაგით უნდა გაითიშოს. We go hard for you max. Dance all night like we high off. Club security taking the night off, and the dance floor is on fire. Keep the lights up. Let's rock all night. Let me show you how to misbehave in a good way. Don't fight. Wow. Going high like the treble. Then you go low like the bass. ვიდი თეო, დავიწყოთ ახლა. მოდი პირველი ილეთი. იმედია ამასაც იზავთ ბიჭები. ეს როა. მაგას გასვარ. აქედან ამას იზავ. მე ამაზე ჩადი. просто რა წარმოიდგინე, იცი, ანუ მე რო აი მე სხვა ანუ და წინ წადი. აუ, გაიგე. ოპა, ლაშა. ეგ არის შაიტანე ტაობა და შვენიერი. სასაცილო გამოჩნდება შენ. გამოვა 1-2 და რაღაცა სხვა შედიხე. შევდივარ. ეს ხო აქედან ჩახვიდე. ახლა აფასებენ ქორეოგრაფიის ნაწილებს და მე არ მინდა რომ ეს რაღაცები გაგაკეთებინა. მოგება ნახვაზეა, ნახვაზე. ძალიან კარგად ჩაიარა რეპეტიცია, კარგად შეასრულეს ყველა მონაწილემ თავისი როლი და მჯერა რომ ჩვენი გუნდი მოიგებს და დაელოდეთ ჩვენს TikTok ვიდეოს. ჩვენი ცეკვის კონცეფცია არის სწორად რო თქვა, იმიტომ რომ თან არ მინდა რომ ბევრი მოგიყვეთ. ხო, აი მოკლედ. მაგრამ ამ ვიდეოში იქნება ისტორია, იქნება დასაწყისი და იქნება დასასრული, რა თქმა უნდა, განვითარებაც. და ამაში რა თქმა უნდა დაგვეხმარება ქალბატონი თეორია ტიტაკიშვილი, რომელიც ზუსტად იმ მოძრაობებით და იმ მოქმედებებით გადმოგვაცემინებს იმას, რაც გვინდა რომ გადმოვიცეთ. Exactly.
დღეს გიორგიმ გამიკეთა ძალიან ლამაზი სურპრიზი და მაჩუკა აი ესეთი ლამაზი წითელი ვარდები. მე მინდა რომ ჩემი ლამაზი კაბი ვიცეკო, ძალიან მიხარია ის რომ შემიძლია ცოტათი მაინც რაღაცითი გავამხნევო გიორგი და ეხლა მე უნდა ჩავიცვა და მოვალ ცოტა ხანში. აი ეხლა მე მზად ვარ და წავედით დავიწყოთ ჩვენი შოუ. حبيبي يا نور العين يا ساكن خيالي عاشق بقالي سنين ولا غيرك في بالي حبيبي يا نور العين يا ساكن خيالي عاشق بقالي سنين ولا غيرك في بالي დღეს ისე გამომხიარულე და ისეთი ლამაზი სურპრიზი გამიკეთე. მე ესე ვერ დაგრჩებოდი მარტო რა. მოგეწონა? ხო და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ისეთი დაძაბულობაა ჩემ გარშემო, რომ ამ ცეკვამ ნამდვილად რაღაცა განტვირთვა გამოიწვია ჩემში და შვიდათ ვარ, ლაღათ ვარ, ბედნიერად და ძალიან დიდი მადლობა. იტოქში всё რა. აზრია რა. მე ხო გითხარ რომ всё უნდა всё იქნებოდა ისედაც. всё იქნებოდა. მეც ვიცოდი რომ იქნებოდა ისედაც. ხო და ჯობს ადრე ვიდრე გვიან? ვიდრე გვიან. აზრია რა, ვიცოდი რა ვქნათ ახლა ვერ გამოგვივიდა ხوار დავაძალებს თავს. იმენა რა. მაგრამ ის კი არ მინდა რომ ახლა რაღაც ურთიერთობა ვერ გამომივიდა და შენთან და სხვა ურთიერთობებზე შენთან მიმართებაში ჩვენს ურთიერთობაზე ამაზე გავლენა მოახდინოს რაიმე ვაფშე. რომ რაღაც ურთიერთობა ვერავაწყოთ. ძალიან მშვენივრად და ჩვეულებრივად მე ვფიქრობ ესე რომ შეგვიძლია დავრჩეთ ისევ როგორი კაი ურთიერთობაც გვაქვს. ძალიან მე ისევ როგორც ვიყავი არც ახლა ვიყავ სხვანაირად და არც ახლა ვარ და რა. მაგას გეუბნები. შეიძლება კიდე ანუ უფრო დაგვაახლოს რაღაც მხრივ ესეთი ურთიერთობა რო არ გვიქნება, ძალით ურთიერთობა რო არ გვიქნება, მაგას შეიძლება პირიქით კარგი ზეგავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე. უბრალოდ ხო ხდები ორივესთვის შემაწუხებელი არის ის რაც არის რა რაღაც მომენტში რა შენთვის შეიძლება თუ არა, მაგრამ ჩემთვის რაღაც მომენტში შემაწუხებელია. ხო ხდები ვიღლები ზედმეტი რაღაცები არ მომწონს. არავის მხრიდან, არც ხალხის მხრიდან, არც მონაწილე ანუ არა. ხო ხდები და ამ ეტაპზე ვთქვათ რომ დავასტოპეთ. ვთქვათ რა ჩვენში ვთქვათ. მე არაფერს არ ვიტყვი, მე თუ მკითხავ. არა, ჩვენ მე და არ ვამბობ რომ სხვა ვთქვარი მეთქი ვინ. ანუ ახლა არა, მაგრამ იქ შაბათს თუ იკითხა, ანუ რაღაცა ეგეც, ნუ ისეთ პასუხს გავცემ, რომ არც მწვადს დავწვავ და არც ჩამფურს, რაც საჭირო იმას ვიტყვი. დაწყებაზე რო გეკითხებოდნენ, მაშინ მე მალაპარაკე და ეხლა დამთავრება შენ გინდა რომ ხო? რა გალაპარაკე მე საერთოდ ანუ ხო, საერთოდ არაფერი არ გითხოვს. არა. ანუ შეგვიძლია ამ შაბათსაც საერთოდ არაფერი არ გითხოვ და მე ვიტყვი. როგორც გინდა. მე ხო ვიყავ ინიციატორი, ეხაც მე ვიქნები. როგორც შენ თუ ეგრე გაწყობს და გინდა იყოს. არა, მაწყობსე არ არის. აბა რა, შაბათს არაფერი არ გითქვი, რა უნდა მეთქვა? ანუ ხო, გიშტებით ერთმანეთს და გვიყვარს ერთმანეთი თუ რა? ისევ მე ავიღებ ჩემ თავზე, ის ხო ჩემ თავზე ავიღებ. ამასაც ჩემ თავზე ავიღებ. აი, გაძლევ მაგისობრე. მადლობა. მოკლედ.
უგვერდით? შეგიძლია იყო ეხლა ცოტა ხანი მე ვუტარაკო პროსტა ეხლა თავისუფლად ვარ ხო ხდები? თავისუფლად. შეგიძლია მე მეგობრო. მე აქამდეც გემეგობრებოდი. ანუ მეც გემეგობრებოდი, მაგრამ ეხლა ბევრად თავისუფლად შემიძლია გემეგობრო რაღაცა ჭრილში და ჩარჩოებში რო არ ვზივარ. ბევრად უკეთესად შემიძლია ყველაფერი. დამიჯერა. და ვაფშე არ გინდა ამაზე საუბარი მაგას ვერ ხვდები. რაზე? დაიკიდე ვაფშე არაფერი არ თქვა. და მე არ ვაპირები შესაძ თქმას, მე გითხარი თუ რამეს მიკითხავენ, მაგ შემთხვევაში ვიცი. არა, შენ თუ რამეს კითხავენ, ხო იცი რაც მეკითხა. რა გინდა? მე დომინანტი მამაკაცის გვერდზე როცა ვარ, თქო, ესე უნდა თქვა. და რა ჩანს კი მაგა მოიშრო ხელი. გასაგებია რომ შენ ის რომ გათქმევინა ავტოს დომინანტი ქალები აშინებსო. მაგრამ შენ ეგრე თქვი რომ მეო დომინანტებიო რაღაცა ეგრე არისო. ბიჭო, მე მომწონს დომინანტი ქალები რატო იცი? ანუ რაღაც პატარა კონკურენციას რომ მაინც მიწევენ ამ ყველაფერში. მაგიტო თორე. ბიჭო. შენი ცენ ძალიან ხშირად იცვლი აზრებს, სხვათა შორის. მარცვლებადი ვარ კი. ზედმეტად ხშირად ცვალებადი ხარ. თქვენ რა აქტივით ჩემი მართლა 3 წელს ბავშვი ხო არ ხარ? ეგ იმას ვხარ. რა მოხდა ბავშვი მე რომ მითხეთ, არ ვიცი სოჭი. კაი რა, ეხა იმას ვთხარი და ამას ვთხარი და ასე მეზარება. თუ მეუბნები მითხარ. თუ არ და ბავშვი აღარ ვიკითხავ. ბიჭ, არ მინდაო რომ ყველა ქვეყნის გასარჩევი რამე იყოსო და ბლა 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 ეგეთი რაღაცები, ხო? ისედაც საქმე თქვა. ხო და გუში მოვიდა და რაკ მეუბნებოდა იგივე რაღაცებს, რა. ამ შემონობსო რომ ყველა მაკეტიკებსო და რაღაცებს მეუბნება, ან მილიონ ჩავს მაზედან, რომ ან როჭორაობენ და განიხილავენ ამ ყველაფერს საჯაროდო. მას ხრი განიხილავ. ხო და რა ვქნათო? მე დროს ვუთხარი, მე თქვი რა ვქნათ? всё, მორჩა. ან თუ ეგრეა, მაშინ დამთავრდა და ანუ არაფერი არ ხდება. შენთვის მე ჩემთვის. ეხლა ანუ ამ ხელა პროექტში გამის არის ბუდიშტა და შენი დროს რო იძახი რომ არ მინდა, მაშინ არც უნდა დაიწყო არაფერი. რაც ლაივზე მოხდა წინა შაბათს, ჩემთვის იყო, ჩემი და გიორგის დაპირისპირება. ძალიან ცუდი იქ რაც იყო და მე მგონი თქვენი დაპირისპირებაც იყო გიორგისთან და გავხედე სტრიმს და მეორე დღეს რა ვიცი მე რა ვაშენგერაცვალე და აბა ეს კრატავა ის იყო მაგაზე ლაპარაკი, ნე? მე მოვდივარ და ანუ მე იქაც ისე ვიყავი. მოვედი მე ვაფშე არ ვაპირებდი გიორგისთან იმას რა ქვია. იყო მაგაზეც მე რეკამეთი თუ რა გადაცემა. მაო ხა და რა დამოკიდებულას ხონდა იმ შაბათს, იმ დამოკიდებულით ვარ ეხლაც მაო. რა შემისთვის დამოკიდებული ვარ. მე კი არ ვიმუქრებ ხალხო. მე მემუქრებოდა მთელი ინსტაგრამი დღეს. ყველას გადაობა რა არის წერილი, მე მშტულებია. კარგად დადო. აი ეს როგორ დავიწყე დისლაიკი. შეარასთ რომ იბუქნა. ზუსტად ვიცი რომ ყოველ ჯერზე მე ვისაც ვაძლევ დისლაიქს, ვიცი რომ სწორს ვაკეთებ. ერთადერთი ადამიანია, ვინც შედარებით ყველაზე მეტ დისკომფორტს მიქმნს. ხდები როგორ ახსნა. დისკომფორტს გიქმნის ანი. აურის მიხედვით ვიტყვი მაგას, ანუ ვერ ვუგებ მაგ მხრივ. არც ერთ ჯერზე არ მინანია, ვისთვისაც მიიქცია დისლაიკი. მე ხო პირდაპირი ვარ რა. შესაძლოა გეტყვი რომ ანისთვის დისლაიკი არ უნდა მიგეცა. და ისე ყველი ძელი რა. აი ბრა. მე ხელი მოგიმა. აი ხა. ხელი შენ რომ მოგიმართოს ღმერთთან მარჯვენა. დი კამერა. ერთ კითხვა მაქვს შენთვის. შენი აზრით შანსი მაქვს რომ მოვიგო ეს პროექტი? Early this morning, when you knocked upon my door,
Thank you.